წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი ტექნოლოგიური კვირეული 2025 დასრულდა. დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობაზე ისაუბრა. ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და ასევე მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში. მე მიხარია, რომ ესეთი კარგი მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად მხარს დაუჭერს ახალგაზრდებს, ჩვენს დევნილებს, რომლებსაც კარიერული წინსვლის თვალსაზრისით ჭირდებათ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც მათ უნდა შეიძინონ ტექნოლოგიური კუთხით. ჩვენი მიზანია, რომ მომავალში გავაგრძელოთ მსგავსი შინაარსის პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულების ჩართულობას. მოხარული ვარ, რომ მოვხდი ბანაკში. ამ 5 დღეში გავიცანი შესანიშნავი ადამიანები, დავმეგობრდით, ასევე მივიღე ახალი ცოდნა, რომელიც დამეხმარება მომავალში.